მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და შემოგთავაზებთ ახლა მინი საჯარო გაშლას თემაზე, რას გეტყოდათ ახლა, კონკრეტულად ამ მომენტში, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ, ან გადაწყვეტეთ ამ ვიდეოს ყურება, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩაიფიქრეთ, კონკრეტული ადამიანი არ არის საოცილებელი რომანტიული ასპექტით იყოს, ეს შეიძლება იყოს როგორც მეგობარი, ამხანაგი, კოლეგა, ყოფილი მეგობარი. ვარიანტი გვექნება 3. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა, რას ეტყოდა ახლა პირველ ვარიანტს მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მეორე ვარიანტს მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მესამე ვარიანტს. იმისათვის რომ არჩევა გაგიმარტივდეთ, პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი პატარა გასაღები, მეორე ვარიანტი ასეთი და მესამე ვარიანტი ასეთი გასაღები. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ და მეგობრებო, გახსოვდეთ რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგო ბალანსის მიზნით აუცილებლად მოიწონეთ, როგორც ეს პოსტი ასევე ჩემი გვერდით, ვისაც არ გაქვთ მოწონებული და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ოდესმე აპატიებთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ეტყოდა ახლა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ, რას გეტყოდათ? გეტყოდათ ასევე იმას, რომ დრო შეუსაბამო იყო, თითქოს შეხვდით ერთმანეთს არასწორ დროს და არასწორ ადგილასაც კი, კიდევ ერთი ენერგია დავამატოთ და გეტყოდათ იმას, რომ ჩემი დანაშაული იყო აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მოხდა ჩვენს შორისო, მაგრამ მე შენ გადაგაბრალეო. ძალიან სამწუხარო გაშლა იყო. გადავედით მეორე ვარიანტზე, თქვენ რას გეტყოდათ ჩაფიქრებული პიროვნება? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან უნდა უფრო კარგი ადამიანი გახდეს და მეცაც ვიტყვი, დიდი შანსია ესაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიცვალა, როგორ შეიცვალა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. თუმცა ცხადია, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა, ხო? დავამატოთ კიდევ ენერგიები და ვნახოთ, რას გეტყოდათ ახლა, მეორე ვარიანტი, რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ზედმეტად ახალგაზრდები იყავით, ზედმეტად ახალბედები იყავით, ზედმეტად მწვანეები იყავით, მოდით ასე ვიტყვი, იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის მაქსიმალურად სწორად გაგეგოთ და ასევე დაამატებდა იმასაც, რომ ახლა უფრო მეტად იაზრებს რეალურად რამხელა ზეგავლენა გქონდათ ერთმანეთზე, ერთმანეთის რეალობებზე, ერთმანეთის სულებზე, მდგომარეობაზე და ახლა უფრო მეტად იაზრებს იმას, თუ რეალურად რას ნიშნავდით ერთმანეთისთვის. გადავედით მესამე ვარიანტზე და მესამე ვარიანტი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გეტყოდათ იმას, რომ თქვენ მასთან მიხვედით ისე ახლოს, როგორც არავინ არ მისულა არასდროს. დავამატოთ კიდევ ენერგიები, რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან მკვეთრად შეიგრძნობს იმას, თუ თქვენ როგორ მიატოვეთ. თითქოს არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა თქვენ შორის მეგობრებო, აქ ადამიანი თავს აშკარად მიტოვებულად გრძნობს, რომც თავად მიეტოვებინეთ. დავამატოთ კიდევ ერთი ენერგია, რას გეტყოდათ ახლა და გეტყოდათ იმას, რომ დროთა დრო მე მაქსიმალურად ვცდილობ ყურადღება გადავიტანო სულ სხვა ცხოვრებისეულ ასპექტებზე და ვცდილობ სულ სხვა რაღაცეებზე ვიფიქრო, სულ სხვა რაღაცეებზე გადამქონდეს ყურადღება. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.